მოგესალმებით. დღეს 14 სექტემბერია, ოთხშაბათი. ტელეკომპანია GDS-ი კი აგრძელებს პოლიტიკურ საარჩევნო დებატს, რომელიც ინტეგრირებულია გადაცემაში 59 წამი. კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს დღის 12 საათზე პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო პროგრამებზე თემატურად გამართობენ. მაყურებელი კი რეკავს და ირჩევს მისთვის მისაღებ პროგრამულ პრიორიტეტებს. მე ეკა ადეიშვილი ვარ. დღეს პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის განსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორზე ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ. რას გააკეთებენ საარჩევნო სუბიექტები იმისთვის, რომ ძალოვანთა ქმედებები მეტად მოვიდეს შესაბამისობაში ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტთან? როგორ უზრუნველყოფენ უმცირესობების უფლებების უკეთდაცულობას და მათ მეტ ინტეგრაციას საზოგადოებაში? რა ფორმით უნდა იცავდეს სახელმწიფო შრომით უფლებას? ემხრობიან თუ არა პარტიები ქმედითი შრომითი ინსპექციის შექმნას? გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016 პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ვსაუბრობთ ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე. დებატების წესები უცვლელია. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები კითხვებს 59 წამში პასუხობენ, ერთმანეთს უსმენენ და არ აწყვეტინებენ. ყველა სტუმარს აქვს თანაბარი დრო პარტიის პროგრამული პრიორიტეტების წარსადგენად და ოპონენტების გასაკრიტიკებლად. შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის მოსმენა GDS-ის გარდა შეგიძლიათ რადიო უცნობის ტალღაზეც FM 98-სა და 1-ზე. მაყურებელს და რადიო მსმენელს კი საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ინტერაქტიულ გამოკითხვაში და მხარი დაუჭიროს მისთვის მისაღებ შეხედულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. რომელი პარტიის შეხედულებებს ემხრობით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? თუ მხარს უჭერთ საარჩევნო ბლოკის დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსის ხედვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დარეკეთ ნომერზე 0800-800-111. პარტიის პოზიციებს გადაცემაში 59 წამი მამუკა ტუსკაძე დაიცავს. თუ თვლით, რომ ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყანაში ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის გუნდი შეძლებს, დარეკეთ ნომერზე 0800-800-112. პარტიას გადაცემაში ლალი კაპანაძე წარმოადგენს. ხოლო თუ საარჩევნო სუბიექტის თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის მიდგომები მოგწონთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დარეკეთ ნომერზე 0800-800-113. პარტიას გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016 დავით ფასაცია წარმოადგენს. თუ თქვენთვის მისაღებია ეროვნული ფორუმის ხედვები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რეკავთ ნომერზე 0800-800-114. საარჩევნო სუბიექტს დებატში ანი მიროტაძე წარმოადგენს. თუ პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ხედვები მოგწონთ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რეკავთ ნომერზე 0800-800-115. პარტიის პოზიციებს გადაცემაში იაგო ხვიჩია დაიცავს. ხოლო თუ სხვა პარტიას ანიჭებთ უპირატესობას ან არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, დარეკეთ ნომერზე 0800-800-116. დღეს გადაცემაში 59 წამი მოწვეული გვყავდა როგორც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს, ასევე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, თუმცა მათ დებატში მონაწილეობა ვერ შეძლეს. ასევე მაყურებელს შევახსენებ, რომ ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემებში. დავიწყოთ თემაზე საუბარი. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თეორიები და პრაქტიკა მრავალ მიმართულებას აერთიანებს. გთხოვთ გამოყოთ თქვენი პარტიისთვის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და თვლით, რომ საჭიროებს დამატებითი მექანიზმების ამოქმედებას და საკანონმდებლო ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ბატონ მამუკა, ვიწყებთ თქვენგან. რა თქმა უნდა, ძალიან მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ადამიანის უფლებები. ეს ჩვენ პარტიას არა მარტო დემაგოგიურად ზოგიერთი სხვა პარტიისგან განსხვავებით აკეთებს წინა საარჩევნო, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში არჩევნებამდე, არჩევნების დროს, არჩევნების მერეც უშუალო შეხება გვაქვს ამ ამორჩევლთან, რომელსაც აქვს სწორედ უფლებები დარღვეული. განსაკუთრებით ჩვენი საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი არის როგორც სოციალური უფლებები, შრომის უფლებები, ასევე საკუთრების უფლებები და სიცოცხლის უფლება. რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული მდგომარეობა არის სახელმწიფოში იმ ავად სახსენებელი 11 წლის შემდეგ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ კიდევ ბევრი გვჭირდება იმისათვის და ჩვენი საარჩევნო პროგრამა და პირადად ჩემი როგორც იურისტი, ამ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსიდან ვარ და იურისტი ვარ ჩემი პროფესიით, მნიშვნელოვანი არის საკუთრების უფლებების თემა, მნიშვნელოვანი არის დაუბრუნდეს ის წართმეული საკუთრება ადამიანებს. ამისათვის ჩვენ გვაქვს კანონპროექტი, რომელიც დაარეგულებს ამას და ადამიანები საკუთრების უფლებას პირდებით რომ იქნება დაცული მათი. ქალბატონ ლალი.
მოგესალმებით, მივესალმებით ამომრჩეველს, ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებები ახალი თემა არ არის და ამას ჯერ კიდევ საფუძველი საფრანგეთის რევოლუციის დროს დაედო 1799 წელს, როდესაც გაცხადა ადამიანის უფლებების შესახებ პირველად საუბარი და ინიციატივა. აღარ გავაგზელებ შემდგომ მოვლენებს და უკვე გაეროს სტანდარტით 1958 წელს ადამიანის უფლებების შესახებ დეკლარაციაში გაცხადებულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს არის სამოქალაქო უფლებები, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებები. გამომდინარე აქედან და დაყრდნობილი აი ამ სტანდარტებით, ჩვენი პარტია ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა სათითაოდ მუშაობდა თითოეულ აი ამ პროექტზე. არის მნიშვნელოვანი საკითხები, შემდეგ ვისაუბრებდათ საცალკე გამოყოფ თითოეულ მათგანს და რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტი ადამიანის უფლებები, ვინაიდან ერთი ადამიანის უფლებების დარღვევა მთელი კაცობრიობის უფლებების დაკნინება და ამ კუთხით ჩვენ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანის უფლებების და მათი პატივისცემა გვაქვს. დიდი მადლობა ბატონო დავით. ძირითადი პრიორიტეტები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რომელიც აქტუალურია დღევანდელ საქართველოში. ჩვენთვის პრინციპულია, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის, ჩვენი ბრძოლა იყო პრინციპული 2012 წლის 1 ოქტომბერს. ჩვენ მიგვაჩნდა და გვწამდა, რომ სამართლიანობა ქვეყანაში უნდა ამდგარიყო. ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სააკაშვილი მოშორებულია და გაქცეულია საქართველოდან, ეს იყო პრინციპული ბრძოლა, რომთაც გავიმარჯვეთ. მაგრამ მეორე გარემოება, სამართლიანობა ქვეყანაში ვერ აღდგა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძნენ ციხეში. სამართლიანობა ვერ აღდგა იმ ადამიანების, რომლებსაც ქონება წაერთვა. სამართლიანობა ვერ აღდგა იმ ადამიანების, რომლებსაც შვილები დაეღუპა და გაუმწარდათ ოჯახები. აი ეს არის ჩვენთვის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სამართლიანობა ქვეყანაში დავამყაროთ, დაუბრუნდეს ადამიანებს საკუთარი წართმეული ქონება, დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებსაც წლების განმავლობაში გააუბედურეს და გააუპატიურეს ქვეყანა. სამართლის გარეშე ვერ აშენდება სახელმწიფო და ვერ იქნება ძლიერი ქვეყანა და სამართლიანობის გარეშე ჩვენ ვერ შეძლოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის პრინციპული დამოკიდებულება, პრინციპული მიდგომა ჩვენი პარტიის და თამაზ მეჭიაური იქნება ამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მებრძოლი ბოლომდე. დიდი მადლობა. ხალბატონოვანი, გისმენთ ეროვნული ფორუმის პრიორიტეტები ადამიანის უფლებათა დაცვის მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ პროგრამაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თავად გვაქვს, რომ ეს უნდა მოხდეს და უსწრაფესად უნდა მოხდეს პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ ახალი მოწვევის პარლამენტში ვიქნებით წარმოდგენილი, გვექნება ინიციატივა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს სასამართლო რეფორმა, არა ამ ფორმით, როგორიც ახლა არის, არამედ იმ ფორმით, რომ ჩვენ მოვემზადოთ და მოვამზადოთ საზოგადოება იმისთვის, რომ მან თვითონ აირჩიოს ის მოსამართლე, რომელმაც უნდა გამოიტანოს განაჩენი, რომელმაც უნდა აღადგინოს მისი კანონიერი უფლება, რომელმაც უნდა დაიცვას მისი სამართალი. იმიტომ რომ ჩვენ მე დავეთანხმები დათოს, ჩვენ რაღაცებისგან გავათავისუფლეთ ქვეყანა, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივახციეთ იმას, რომ თაროებიდან ვერ ჩამოვიღეთ ძალიან ბევრი საქმე, 10,000-ობით საქმე და 10,000-ობით ადამიანი ელოდება, რომ მისი სამართლიანობა იქნება დაცული. ნომერ პირველი იქნება სასამართლო რეფორმა და ნომერი მეორე იქნება პროკურატურის რეფორმა აუცილებლად, იმიტომ რომ ასეთი პროკურატურა არ უნდა ყავდეს. გმადლობთ. ბატონო იაკო. ბატონო იაკო, თქვენ ჯერია. ჩვენ არ გამოვყოფთ რაღაც სათითაოდ, რომ რომელი უფლება არის დასაცავი და რომელი უფლება არ არის დასაცავი. ის ყველა უფლება, რომელსაც ჩვენ უფლებად მივიჩნევთ, მე ასეთად გულისხმობ ნეგატიურ უფლებებს, ეგრეთ წოდებულ ნეგატიურ უფლებებს, ყველა ჩვენთვის პრიორიტეტულია. მაგრამ თუ ვინმე მაინც რომელიმეს გამოყოფას მოგთხოვს, ამ გამოყოფაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება საკუთრების უფლება. ვიცით, რომ არსებობს სამი მთავარი უფლება, ეს არის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, ეს არის ჯონ ლოკის ცნობილი სამეული და მე ვფიქრობ, რომ მესამე, რომელიც აქ ითქვა, საკუთრება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირველსაც და მეორესაც მოიცავს. სიცოცხლეც ჩვენი საკუთრება, თავისუფლება ჩვენი საკუთრება და მესამედ ეს ყველაფერი იმიტომ დაასახელა თავის დროზე ავტორმა, რომ მისთვის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ბრძოლა ყოფილიყო უფრო მომგებიანი. საკუთრების უფლება ეკლესიისთვის და მეფისთვის იმ პერიოდში იქნებოდა ძალიან გაუგებარი ტერმინი, მაგრამ სიცოცხლე და თავისუფლება გასაგები იყო საკუთრების მისაღწევად ითქვა პირველიც და მეორეც, ამიტომ ჩვენი დიდი მადლობა. დასრულდა თქვენი დრო. ახლა ამომრჩეველს უფრო დეტალურად გავაცნოთ თქვენი პარტიების ხედვა სამოქალაქო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ. ვიცით ალბათ, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს მათ შორის სიცოცხლის უფლებას, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების უფლებას. ჩვენ აქცენტებს გავაკეთებთ თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაზე. და ამ შემთხვევაში ქალბატონო ლალი ვიწყებთ თქვენგან. ძალოვანი უწყებების ქმედება გამომდინარე მათი კვალიფიკაციიდან შეესაბამება თუ არა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს?
იცით, ნებისმიერმა დამწყებმა, არა მარტო პოლიტოლოგმა, სტუდენტმაც კი იცის, რომ სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება, მაგრამ აქვე დავკონკრეტები, რომ მას არ აქვს ძალის გადაჭარბების უფლება. მით უმეტეს ძალის გამოყენების უფლება განსაკუთრებული ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ბოროტად გამოიყენოს თავის უფლებები და გადააჭარბოს თავის უფლებამოსილებას. სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა ამის მაგალითები 7 ნოემბერს, 26 მაისს და რა თქმა უნდა ეს დასაგმობია. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ სახელმწიფომ შეასრულოს ის, რაც მისი ფუნქცია, რაც მისი მოვალეობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს თავიანთი მოქალაქის, თითოეული მოქალაქის დაჩაგვრის, მათი დისკრიმინაციის ხარჯზე. ამგვარად უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს ძალის გაკონტროლება, უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჩართულობა, სამოქალაქო საზოგადოება უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არის ისეთი აქტიური და არ არის ისეთი ძლიერი საქართველოში, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტები, რადგან მოხდეს მონიტორინგი და სახელმწიფოც უნდა შეეცადოს თავის მხრივ მაქსიმალურად ჩადეს თავის ძალაუფლება. დიდი მადლობა. ბატონო დავით. მე კითხვა კარგად ვერ გავიგონე, მაგრამ გაგიმეორებთ თუ გსურთ. ძალოვანთა უწყებების ქმედება მათი კვალიფიკაციიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე შეესაბამება თუ არა ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ჩვენი მონაპოვარია ის, რაც არის აი ამ 4 წლის მონაპოვარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციხეებში ადამიანების წამება არ ხდება, ეს არის სამწუხაროდ მონაპოვარი თუ საბედნიეროდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია დღეს არის სიმაღლის დონეზე და პოლიცია არის ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც ქვეყანაში ხდება. სასურველია, რომ სამართლიანობის მიდგომა უფრო სწორი იყოს და პრინციპულად დამნაშავეები ისჯებოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში პოლიცია როგორც სისტემა მუშაობს ადამიანების უფლებების დასაცავად და იცავს მათ უფლებებს და მე მიხარია, რომ ჩვენ მოვესწარით იმ მომენტს და იმ პერიოდს, როცა პოლიცია არის ადამიანის უფლებების დამცველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან მიუხედავად მათი, ესე ვთქვათ, ამ პერიოდის განმავლობაში ისტორიულად, ესე ვთქვათ, 10 წლის განმავლობაში რასაც ჩადიოდნენ, ეს ადამიანები ისჯებიან და დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და კურატორი იმ სისტემის, რომ პოლიციელმა არ დააშავოს. დიდი მადლობა. ქალბატონო ანი, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ძალოვანთა ქმედებები მეტად შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტთან? გავაკეთებ იმას, რომ არასოდეს აღარ იყოს ისეთი საქმეები, როგორიც არის დემურს ტურუას საქმე, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს საყოველთაო აღშფოთება იყო, მაგრამ შედეგი გვაქვს ასეთი, რომ ადამიანი, ვინც აიძულებდა, ის პოლიციელი, ვინც აიძულებდა სტურუას, რომ გარკვეულწილად რაღაცა ცუდი საქმეები ჩაედინა, ჯერჯერობით დაკავებული ვერ არის. რატომ ვერ არის დაკავებული? გაუჭირდა თუ ორი პრობლემა არის, ხო? ან კვალიფიკაციის პრობლემა, ან გულგრილობა, ან ჩაწყობილია. ერთიც, მეორეც, მესამეც არის მიუღებელი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ასეთ შემთხვევაში ილაპარაკო იმაზე, რომ კვალიფიკაცია მაღალია. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები მით უმეტეს საგამოძიებო ნაწილში ახლოს არის მიხეილ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ფარულ მიყურადებაზე არის დღეს საგამოძიებო სისტემა აწყობილი. ეს არის წარმოუდგენელი, შეუძლებელია ძირითადი იარაღი იყოს ფარული მიყურადება. ამიტომ ამ ნიშნით ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი, რომელზეც გავშლი აუცილებლად. დიდი მადლობა, ბატონო იაგო. ქართული პოლიციის და საგამოძიებო სისტემის იდეალურ მდგომარეობაზე საუბარი, როდესაც დემურს ტურუას საქმე გვაქვს, როდესაც კირცხალის ეპიზოდი გვაქვს. მე მგონი შეუძლებელია ხა ჩვენ ხო რაღაცა ადეკვატურები ხომ დავიყოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პოლიციელი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, რაღაც დანაშაულებრივ კარტელში არის მოქცეული და საშინელებებს აკეთებს. ეს ასე არ არის ცხადია, იქ არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები. ზოგადად ქართულ პოლიციას რაც შეეხება, მას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. მე ერთ-ერთ რაღაცას ვიტყვი მაგალითად, ქართული პოლიცია დაკავებულია ადამიანების მოსაშარდად გადაყვანით, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მძიმე კრიმინოგენული ვითარება, როდესაც ადამიანები რაღაც ერთმანეთს ესურიან ქალაქის ცენტრში და არ ხდება ამ დანაშაულების პრევენცია, ან ვერ ხდება ამ დანაშაულების პრევენცია. ასევე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აბსოლუტურად ყველა დანაშაულის გამოძიება შეუძლია და ყველაფერს აღმოხლა შეუძლია პოლიციას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი პრიორიტეტები უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა, ვიდრე დღეს არის. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მამუკა, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ძალოვანთა ქმედებები მოვიდეს შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტთან და უშუალოდ საკანონმდებლო დონეზე შეცვლით თუ არა? კი, მეტი კონტროლი არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტიდან, იგივე პატრიოტ ალიანსის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტიდან შესაბამისი კანონმდებლობები დარეგულირდეს თითოეული პოლიციული სტრუქტურული ქვეყანაყოფის. ერთ პირველ რიგში აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა პოლიციის. გარდა ამისა, უნდა იყოს პრინციპში ჩვენ ვთვლით, რომ უნდა იყოს არჩევითი ეს თანამდებობა
რაიონული პოლიციის უფროსები, რომ მათ ასევე გამოწვევა შეიძლებოდეთ მათი და იქ გარკვეული კვალიფიკაციისა და დოდის შესაბამისად თვითონ მოქალაქეები ირჩევდნენ, ვინ იყვნენ მათი სამართალდამცველები, ვინ იცავდეს მათ უფლებებს. რაც შეეხება დემონსტრუას საქმეს, მე რა თქმა უნდა შეუერთები ამ პოზიციას, მაგრამ აქვე დავაფიქსირებ იმას, რომ იმ დემონსტრუამ დღეს დილით ჩაბარდა პოლიციას და ეს პოლიციელების დამსახურებაც არის. მე პოლიციის დამსახურებაზე ამ წუთას ვერ გამოვადგები, თუმცა არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ, რომ რა ხდებოდა და რა პოლიცია გვყავდა, ჩემ პოლიტიზირებული პოლიცია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და დღეს რა პოლიციას გვყავს. ეს არის სწორედ პოლიციის წინსვლა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და პატრიოტ ალიანსი მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე და პოლიცია იქნება ღირსეული და სამართალდამცავი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩვენ გვაქვს თითო 59 წამი კრიტიკისთვის, ასევე თქვენი პოზიციის დაზუსტებისთვის. ჩვენ კითხვა დავსვით ძალოვანი უწყებების ქმედებებზე და მათ შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტთან, თუმცა ვისაუბრეთ სხვა სამოქალაქო პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზეც. თუ გსურთ რომ დააზუსტოთ, რომელი კუთხით განსაკუთრებულად აპირებს მუშაობას თქვენი პარტია? ქალბატონ ლალი, ამ წრესაც იწყებთ თქვენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სოციალური თანასწორობის განცდა უნდა ქონდეთ ადამიანებს. ისინი უნდა გრძნობდნენ თავს დაცულება და სახელმწიფო მათ უნდა მისცეთ ამის გარანტი. ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც 200-მდე პოლიტიკური პატიმარია, უამრავი პრობაციონერი, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიურად შერყეული ადამიანები, ციხის კადრებს ჩვენ მალმალე ვხედავთ ტელევიზიით და სამწუხაროდ თითქოს ეს თვალი მიეჩვია ამას, წარმოუდგენელია რა თქმა უნდა თვალი ამას მიეჩვიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ შედეგს, რა მოყვა ამას. არიან თუ არა დაჟილები ის ადამიანები, რომლებსაც წილი მიუძღვით ამ საშინელების ჩადენაში. ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტებით არის აკრძალული პატიმრების წამება, ის დისკრიმინაციული ქმედებები, რაც მათ წინააღმდეგ იყო განხორციელებული. ამასთან ერთად ჩვენთან არ არსებობს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი. კი, გამოდიან ეს პატიმრები, მაგრამ მათ არ აქვს დასაქმების საშუალება, თითქოს ეს საზოგადოების მარგინალური ნაწილია. აი ამ კუთხით ბევრი რამეა გასაკეთებელი, რომ მათი ინტეგრირება და ინტეგრაცია საზოგადოებასთან მოვახერხოთ, რათა ეს იმედგაცრუებული ადამიანები ისე უკან არ შებრუნდნენ და უკან არ დაუბრუნდნენ. დიდი მადლობა. ბატონო დავით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით რას გააკეთებს თქვენი პარტია? მე ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეების დამოკიდებულება. ერთია და ძალიან სწორი ის, რომ პოლიტიზირებული არ არის პოლიცია, მაგრამ მეორე არის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც აწუხებს ძალიან ბევრს რეგიონებში განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა მათ მოყავთ მოსავალი, განსაკუთრებით გულისხმობს სამეგრელოს, როცა თხილი და ასე შემდეგ და გამრავლდა ესე თქვა შეიძლება ითქვას, რომ ქურდობები იმ ვითარებაში, როცა იყო სააკაშვილის რეჟიმი, რა თქმა უნდა ეს იყო ფაშისტური რეჟიმი და ადამიანების წამება ძალადობა მიდიოდა ყოველ მხრივ, მაგრამ თავისუფლებამ გარკვეული ესე ვთქვათ თავგასულობაც კი მოიტანა, იმიტომ რომ კრიმინალები და დამნაშავეები თავს გრძნობენ ესე ვთქვათ ძალიან დაცულად და ზედმეტად უსაფრთხოდ და ამ შემთხვევაში პოლიციის ვალდებულება იყოს უფრო პრინციპული, იყოს უფრო მიმწოლი, იყოს უფრო აგრესიული დამნაშავეების მიმართ, იმიტომ რომ დანაშაული არ ხდებოდეს რეგიონებში, დანაშაული არ ხდებოდეს იმ ვითარებაში, რაც ქუჩაში, მაგალითად ვაკეში და ასე შემდეგ ხდება ადამიანის ლიკვიდაცია და ასე შემდეგ. ეს არის პრინციპული საკითხი და პრინციპული უნდა იყოს პოლიცია ამ მიდგომებთან მიმართებაში. დასრულდა თქვენი დრო. ქალბატონო ანი. ხო, მე აუცილებლად დავაკონკრეტებ, რომ აუცილებლად მიუბრუნდები პარლამენტში კანონს ფარული მიყურადების და ოპერატიული საქმიანობის შესახებ. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ამ კანონის მიღება, რომელიც უკავშირდებოდა ეგრეთ წოდებული გასაღების ფლობას და ის დარჩა ჯერ კიდევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში. ანუ იგივე ადამიანი იყენებს მას, ვინც ატარებს საგამოძიებო საქმიანობას და ეს არის მიუღებელი, არ ჯდება არც ერთ სტანდარტში და აუცილებლად მიუბრუნდები ამ თემას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივახციო, რომ ეს ეგრეთ წოდებული გასაღები გამოვიტანოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და მეორე, მე მქონდა ინიციატივა, უბრალოდ ვერ მოვასწარი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი აღჭურვილობით უნდა იყოს, შესაბამისი ვიდეო აღჭურვილობით უნდა იყოს საგამოძიებო მოქმედების დროს სამართალდამცავი. მაგალითად, როდესაც ის ან ატარებს ბინის ჩხრეკას, ან აჩერებს რიგით მოქალაქეს, ან ასე შემდეგ, მეტი გამჭვირვალობისთვის უნდა იყოს დამადასტურებელი დოკუმენტი, ხომ არ მოხდა იქ ან ზეწოლა, ან რაიმე გადამეტება. მე ამას ეს იქნება ის მეორე. გასაგებია, დასრულდა თქვენი დრო. ბატონო იაგო. ჩემი ოპონენტების საუბარი პოლიციის კრიტიკასთან დაკავშირებით თითქოს იწყება რაღაცნაირი მობუდიშებით, რომ მართალია პოლიცია ისეთი არ არის, როგორიც იყო, მაგრამ და მერე იწყება რაღაცა ოდნავი კრიტიკა. მე მგონი რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს სხვაგან. ქართულმა პოლიციამ, სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ გაიგეს, ანუ დღემდე არ ესმით ეს ამბავი, რომ ადამიანებს აქვთ უფლებები მათგან დამოუკიდებლად, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, რომელიმე კონკრეტული ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად. ადამიანი რო იბადება და უბრალოდ ის ფაქტი, რომ ის ადამიანია უკვე
უკვე ნიშნავს, რომ მას რაღაც უფლებები აქვს. შეუძლებელია ამ რაღაც უფლებების შეზღუდვა და დაუშვებელია ყოველგვარი მიზეზით, ნებისმიერი მიზეზით ამ უფლებების შეზღუდვა. ჩვენ პირველ რიგში ამას გავაგებინებთ ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი დევიზი არის სულ ორსიტყვიანი, თავარი დევიზი, მეტი თავისუფლება და მე მგონია, რომ ყველაფერია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ნათქვამი ამ ორ სიტყვაში. მეტი უბრალოდ დასამატებელიც არაფერი არ მაქვს. ბატონო მამუკა, თქვენ დაასრულებთ ამ წრეს. კი ბატონო, მე ისე დავიწყებ იქედან, რომ სწორედ პატრიოტთა ალიანსი იყო ის გუნდი, რომ დღეს ასე თავისუფლად რომ ზივართ ჩვენ ახლა აქ და ადამიანის უფლებებზე მსჯელობთ, სწორედ პატრიოტთა ალიანსი იყო და მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსის ის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ამ ორგანიზაციას, ვინც ყველაზე მეტად იზრუნდა იმისათვის, რომ დღეს ჩვენ ასე ყოფილიყავით. მე ვგულისხმობ იმ ცნობილ ციხის კადრების გავრცელებას, მე ვგულისხმობ იმას, რომ თუ საიდან დაიწყო რეჟიმის ხვევა, მე ვგულისხმობ იმას, რომ როგორ დაიწყო ნაციონალური მოძრაობის დასამარება, თუმცა კოჰაბიტაციამ და ამ რეჟიმმა ეს ვერ შეძლო და დღეს პატრიოტთა ალიანსი სწორედ იმიტომ აპირებს, რომ მოვიდეს პარლამენტში უმრავლესობაში და ხელისუფლებაში, რომ სწორედ დაამთავროს ეს დაწყებული საქმე, სწორედ აღადგინოს და დაამკვიდროს სამართლიანობა ქვეყანაში, იზრუნოს პატიმრების უფლებებზე, იცით თქვენ ამინისტია გამოვიდა, მაგრამ ის იყო არასრულფასოვანი, არასრულყოფილი კიდევ ძალიან ბევრი ხარვეზი იყო, ჩვენ ხარვეზიანი აღარ იქნება უკვე ჩვენს მიერ მიღებული ამინისტია თუ სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, ასევე პატიმრების უფლებები განსაკუთრებულად იქნება დაცული და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებდით და კიდევ მომავალშიც გავაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს. 59 წამი არჩევნები 2016 პირდაპირ ეთერში დაბრუნდება მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ. ეთერშია საარჩევნო დებატი, რომელიც ინტეგრირებულია გადაცემაში 59 წამი. ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე. ბატონ დავით, შემდეგი საკითხით გადმოვდივართ თქვენთან. რაც გააკეთებთ უმცირესობების უფლებების მეტი დაცულობისთვის და მათი მეტი ინტეგრაციისთვის საზოგადოებაში და თქვენი პარტია დაიცავს თუ არა უმცირესობის უფლებებს უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ? მე ასე ვიტყოდი, კულტურული უმცირესობები ჩვენთვის, მაგალითად ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა რეგიონებში, ჩვენთვის პრინციპულია მიდგომა, რომ მათი ინტეგრაცია მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებში, სისტემაში და ასე შემდეგ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ჩვენი პარტიით წარმოვადგენთ, ესე ვთქვა, ძირითად ამ რაიონებში ადგილობრივ მოქალაქეებს, ადგილობრივ ამომრჩევლებს, რომლებიც თავის მხრივ გამოირჩევიან ავტორიტეტით და მე მჯერა, რომ ბევრი მათგანი შესაძლებელია ძალიან ახლოს არის მოგებასთან. მაგალითისთვის ვიტყვი, ფარმან ჯეირანლი, ეს არის ბოლნისის ჩვენი კანდიდატი, რომელიც ძალიან აქტიური პიროვნებაა, ძალიან ძლიერი ადამიანია, ძალიან საქმიანია და თავისი სამედიცინო საქმიანობით გამოირჩევა. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანდიდატურა კიდე არის მუბარის კარაევი, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს გარდაბანში და ზოგადად პრინციპი არის ის, რომ ეს ადამიანები ადგილზე თვითონ უნდა წყვეტდნენ საკითხებს და თვითონ ეს მოქალაქეები უნდა ირჩევდნენ მათ წარმომადგენლებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად და ჩვენ დავამკვიდრებთ ამ პოლიტიკას. დიდი მადლობა, ქალბატონანი. პირველ რიგში ყველა ეთნიკური უმცირესობა იქნება თუ რა ნიშნით უმცირესობა, მათი უფლებები ზუსტად ისე უნდა იყოს დაცული, როგორც დანარჩენი საზოგადოების უფლებები, ამაზე არც ვდაობთ, არც შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ოღონდ სხვა საკითხია, ამ ქვეყანაში ზოგადად ადამიანის უფლებები რამდენად არის დაცული და ამ ჭრილში უკვე რამდენად არის ამ ადამიანების უფლებები. მე მაინც მგონია, რომ უნდა ხდებოდეს მეტი ხელშეწყობა, განსაკუთრებით ისეთი უმცირესობის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას. და ეს არის აუცილებელი, არა იმიტომ რომ ეს მაინც და მაინც პრინციპული პოზიცია რომ აუცილებლად ჩვენს ენაზე უნდა გელაპარაკებოდეს, არამედ მისი ჩართულობა პირდაპირ არის სახელმწიფოს მშენებლობაში, სამოქალაქო აქტივობაში, თქვათ აქტიურად ინტეგრირებაში, რომ მან თვითონ ჩაიბაროს და გადაწყვეტილებების მიღები პირ იყოს, აუცილებელი არის მან იცოდეს ენა. ჩვენი სახელმწიფო ენა ძალიან დიდი მადლობა უნდა მითხრა არმენაკ ფოლორჩიოს, რომელიც არის დასრულდა თქვენი დრო. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ, აღარ ისმის თქვენი ხმა, ბატონო იაგო, თქვენი პარტია დაიცავს თუ არა უმცირესობის უფლებებს, თუნდაც უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ? მოდი ჩვენ პირველ რიგში გავიაზროთ რას წარმოადგენენ უმცირესობები ამ ქვეყნისთვის. მე ვიცი პოლიტიკური პარტიები მათ წარმოადგენლები აქაც ზიან, ახლა თვითონ შეიძლება ადამიანები არა, მაგრამ პარტიები, რომელსაც მიაჩნიათ, რომ ესენი არის პრობლემა უმცირესობები და უკეთესი იქნება, რომ საქართველოს ყველა ერთმანეთს გავდეთ. ჩვენ რადიკალურად ვემიჯნებით მსგავს პოზიციას. ჩემთვის არის სიმდიდრე
განსხვავებული ადამიანების რაღაც ამენაირი სხვადასხვა რაღაცებით განსხვავებული ადამიანების არსებობა ამ ქვეყანაში. მთავარი სიმდიდრე თუ რამე გაგვაჩნია ჩვენ ქართველებს არის ის რომ ჩვენ მრავალფეროვანი ხალხი ვართ. რაც შეეხება მათი უფლებების დაცვას, როგორც ასეც, მე არ მესმის სიტყვათა მნიშვნელობა უმცირესობის უფლებათა დაცვა. სიმართლე გითხრა, მე ეს არ მესმის, მე მესმის ადამიანის უფლებათა დაცვა. მე მესმის სიცოცხლის უფლების დაცვა, მესმის თავისუფლების დაცვა, მესმის საკუთრების უფლების დაცვა. ჩვენ ამას ადამიანების მიმართ ვახორციელებთ. ისინი, რომელსაც ჩვენ უმცირესობებს ვეძახით, არიან ადამიანები და არაფრით არ განსხვავდებიან ჩემგან. აბსოლუტურად არაფრით. როგორც კი მე ვიტყვი, რომ ისინი უმცირესობები არიან, ვამბობ, რომ რაღაცით განსხვავდებიან ჩემგან, რაც ტყუილია. კარგი, მაშინ ბატონ მამუკა, რას გააკეთებთ უმცირესობების უფლებების დაცვისთვის და მათი მეტი ინტეგრაციისთვის საზოგადოებაში? მე ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნათლად ჩანს საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს, რომ უმცირესობათა უფლებები განსაკუთრებით აი იმ თემზე, რომელზეც ხშირად არის საუბარი, ჩვენთან დაცული კი არა, უფრო მეტიც არის. პირიქით, ხშირად ხდება, რომ უმრავლესობის უფლებაა დასაცავი მათგან. ასე რომ, რაც შეეხება რელიგიურ და თქვათ ეთნიკურ უმცირესობაზე, ამაზე ჩვენი პარტიას მნიშვნელოვანი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს. ჩვენი კანდიდატები ძალიან მრავლად არიან ჩვენთან კანდიდატები განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც არ არიან ქართული ეთნიკური წარმომავლობის და არიან სხვა წარმომადგენლების, იგივე აზერბაიჯანელები, სომხები, ჩვენს პარტიულ სიაში მეორე ნომერი არის აფხაზური წარმომავლობის ადამიანი, იცით თქვენ ქალბატონი ადამარშანია. ასე რომ ჩვენ უმცირესობებთან ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს, პირიქით ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორად არიან და ჩვენი პარტია გააგრძელებს მათ მიმართებაში. ხოლო რაც შეეხება მეორე თემს, ეს სისტემა წეგანაც რაც დავიწყე საუბარი, მათი უფლებები მე ვფიქრობ, რომ უკვე დაცულია და ჩვენ უბრალოდ შემდგომში მათ განვითარებას აღარ შევზღუდავთ, თუ ისინი შეეცდებიან ამის განვითარებას. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა არის მაინც. დასრულდა თქვენი დრო, ქალბატონ ლალი. საქართველოს მოგეხსენებათ, რომ მრავალეთნიკური ქვეყანა და იმთავითვე საქართველოში იყო მრავალეთნიკური მოსახლეობა. ეს ისტორიულად ესეა ჩვენთან და ქართველებს ტოლერანტობას ნამდვილად ვერავინ ვერ გვასწავლის. ამ კუთხით, რა თქმა უნდა იყოს დაცული და მე არ მგონია რომ რაღაც დისკრიმინაცია იყოს რომელიმე კონკრეტული რელიგიური, ეთნიკური უმრავლესობის, უმცირესობის მიმართ. რა თქმა უნდა, საჭირო უფრო მეტი ჩართულობა სამოქალაქო აქტივობაში, სამოქალაქო პროცესებში, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მხრიდან. მაგალითად, ჩემთვის დასაგმობი აი სამწუხარო ფაქტი ხა უნებურად გამახსენა, როცა რელიგიის საკითხებზე საუბრობთ, ნებისმიერი რელიგია უნდა იყოს თავისუფალი. აი ჩემთვის მიუღებელია მაგალითად მამაბასილის ეკლესიის დარბევა როგორც მოხდა, ხო? ეს რა თქმა უნდა რელიგიური უმცირესობაში არ შედის, მაგრამ ძალადობას გმობ როგორც რელიგიური უმცირესობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ამ ქვეყანაში არის ყველა თანასწორუფლებიანი განსხვავებით ეთნიკური, რელიგიური მკუთვნილებისა და არა მარტო საქართველოში. ზოგადად საერთოდ ადამიანთა უფლებათა დეკლარაცია. გასაგებია. დასრულდა თქვენი დრო და ეს წრეც ბატონ დავით საუბრობთ ეთნიკური უმცირესობების, რელიგიური უმცირესობების და ზოგადად უმცირესობების უფლებებზე. შეგიძლიათ რომ მეტი ისაუბროთ, უფრო დეტალებში ჩახვიდეთ. დიახ, საით იმუშავებს თამას მეჭიაურის ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის პრინციპულია მიდგომა ჩვენი ფასეულობების მიმართ. თამას მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც იზრუნებს ყველაზე მნიშვნელოვან ზუსტად წარმოადგენს საქართველოს მონაპოვარეს. ჩვენი ფასეულობები, ჩვენი კულტურული ტრადიციები, ჩვენი ღირებულებები, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში და ათასწლეულების განმავლობაში მოვდივართ. პრინციპულად მიუღებელია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ და ნაციონალ-მოძრაობის მიერ, რომელსაც პროპაგანდას ახორციელებდნენ იმ უმცირესობებს, ეგრეთ წოდებული LGBT-ებს და ასე შემდეგ და ამით რყვნიდნენ და ასე თქვათ ახალგაზრდობაში ამკვიდრებდნენ ესე თქვათ კარგი მიდგომის დამოკიდებულებას. ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ გეი პარადები და ასე შემდეგ იმართებოდეს საქართველოში და ეს აღლუმები ემსახურება გარყვნილებას და მეტი არაფერს. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ეს ადამიანები პროპაგანდას ახორციელებდნენ თავის ახლობლებთან, მეგობრებს თუ ასე შემდეგ. მათი უფლებები დაცულია ადამიანის უფლებების დონეზე, მათ აქვთ უფლება საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ პროპაგანდა, ქუჩაში გამოსვლა და ძალადობა ახალგაზრდებზე და ბავშვებზე არის მიუღებელი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. გასაგებია ჩვენ მათი უფლებების დაცვაზეც ვიკითხეთ და თქვენ მათ სიტყვის თავისუფლებას უკრძალავთ, ასე გამოვიდა. ქალბატონო ანი. მე ეთნიკური რელიგიური უმცირესობების დაცვისთვის რას გააკეთებს ეროვნული ფორუმი? სწორედ ამას ვამბობ, რომ ჩვენ პირადი მაგალითებით გვინდა რომ წავახალისოთ, რომ ყველა ეს ადამიანი აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ერთმანეთის უფლებები. ის რომ მე ვინმეს უფლება დავიცვა, ის უნდა იყოს ჩემი თანამებრძოლი ამ პრინციპულ საქმეში. მან უნდა მომცეს იმის შესაძლებლობა, რომ ის ჩემთან ერთად არის და ჩემთან ერთად ყოფნა რას გულისხმობს. მან უფრო უკეთესად იცის რა პრობლემების წინაშე დგას, სად არის გამოსავალ
მოსავალი და როგორ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის ერთად. ჩემთვის ძალიან მიუღებელი არის განსხვავება აი რაღაც ეთნიკური უმცირესობა ან რაღაც ნიშნით უმცირესობა არ არის ის უმცირესობა ადამიანია და მე როგორც მოქალაქე ვალდებული ვარ რომ იმ ადამიანის უფლებები დავიცვა ისევე როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტი და ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს რომ ორიენტირებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე რა მნიშვნელობა აქვს ის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება არანაირად ბატონო იაკო, თქვენ გაქვთ საშუალება გააკრიტიკოთ ოპონენტების ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ უფლებას მე მართლა ძალიან მწუხარ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში იყიდება დღეს ნარატივი, რომელსაც ქვია, რომ ადამიანები თანასწორნი არიან, მაგრამ ზოგი ადამიანები უფრო თანასწორნი არიან. რომ გამიჯუნა ხდება ადამიანების, დიფერენცირება ხდება ადამიანების რაღაცის გამო. მნიშვნელობა არ აქვს რა არის ეს არის რაღაცა მათი სექსუალური ცხოვრების ნაწილი, ეთნიკური ცხოვრების ნაწილი თუ რაც გინდათ ის იყოთ. ჩვენ აი ამას როდესაც საუბრობთ პირდაპირ ეთერში ჩვენ არ გვrxხვენია ამის ლაპარაკის იმისი რომ მე ვიღაცეები გარეთ რო გავალთ მეგობრები ნათესავები ახლობლები ამომრჩევლები საყვედურს არ გვეტყვიან ამისთვის ეს არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის მე მგონია რომ ჩვენ თუ რამე გვაფერხებს ის რომ დასაშვებია საჯაროდ ამ ტელევიზიის ეთერში ამაზე საუბარი და ჩვენ არ მიგვაჩნია თანამებრძოლებად ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენნაირები, ჩვენგან არაფრით განსხვავებულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გონია რომ ის ადამიანები მხოლოდ რაღაცა სექსუალურ ცხოვრებაზე ფიქრობენ და სხვა არაფერზე და არ გონია რომ საზოგადოების ნაწილები არიან. დიდი მადლობა ბატონ მამუკა, რა საკითხში არ ეთანხმებით ოპონენტებს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმაში არ ვეთანხმები, რომ ეს ყველას იმათ არ ვეთანხმები, არა მარტო ოპონენტებს, ყველა იმ ადამიანს არ ვეთანხმები, ვინც ფიქრობს, რომ უმცირესობების უფლებები ამ ქვეყანაში დაცული არ არის. ამ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები დაცული არის. როგორც ეროვნული უმცირესობების კუთხით და რელიგიური უმცირესობების კუთხით, ასევე სწორედ იმ კუთხით, რადგან ეხლა ხდება განსაკუთრებული манипуლირება და აპელირება. იმიტომ რომ მათ იმ დონეზე აქვთ სიტუაცია უკვე მიყვანილი, რომ პარადების და ღაღლუმების ჩატარებას აპირებდნენ და აკეთებდნენ. ხოლო რაც შეეხება ეს ყველაფერი ყურით მოთრეულია, ხელოვნურად მოტანილია გარკვეული ძალებისგან. ეს ძალები სად არის კიდე ამას პატრიოტ ალიანსს თავის დროზე აღმოაჩენს მოვამის დრო და იქედან იქნება სწორედ გამართული ეგ სიტუაცია, რომ არ იყოს თავს მოხვეული. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ზოგია ორველის თეორიას რომ ზოგი ადამიანები თანაბარია, მაგრამ ზოგი უფრო თანაბარია, ეს დღეს არ მოქმედებს ეგ პრინციპი მოქმედებს ნაციონალური რეჟიმის დროს და სწორედ მაშინ იყო კარგად გამოკვეთილი ეს რომ ადამიანების თანაბარობა და ზოგი უფრო თანაბარობა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამას დღევანდელი სიტუაცია საერთოდ არ იცნობს და მე ვფიქრობ რომ დიდი მადლობა დასრულდა თქვენი დრო, ქალბატონ ლალი. გამოკვეთეთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. აქ საუბარი იყო LGBT-თან დაკავშირებით. იცით რა, სხვისი პირადი ცხოვრება და სხვისი პირადი სივრცე არავის გასარჩევი არ არის, რა თქმა უნდა, ყველა მიცხოვროს ისე როგორც უნდა, მაგრამ ეს ნუ გახდება რაღაცა პროპაგანდის საკითხი და ნუ გახდება რაღაცა ტირაჟირების თემა. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმის, რომ ყველა ადამიანს გქონდეს თავისი პირადი სივრცე, ყველა ადამიანს გქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლება, მაგრამ არ არის აუცილებელი ამის ტირაჟირება გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველას აქვს თავისი პირადი სივრცე, როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ ნუ გავაკეთებთ ამის ტირაჟირებას. რაც შეეხება ახლა საკითხს მინდა ქალბატონს დავეთანხმო, რომ ეროვნულ უმცირესობების წინაშე დგას ქართული ენის საკითხიც. არის რეგიონები, სადაც წავედ დგას ქართული ენის შესწავლის საკითხი, იმიტომ რომ მე წავწყლობი ვარ ამისთან ფაქტებსაც, ხშირად მათ არ იციან საფუძვლიანად ქართული ენა და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ იმ რეგიონებში ქართული ენის პროპაგანდა, იმიტომ რომ მათ თავად აქვს სურვილი იცოდნენ ქართული ენა და ბოლო-ბოლო ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და დიდი მადლობა. დასრულდა თქვენი დრო, გადავდივართ მესამე საკითხზე. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით 2011-2015 წლებში სამუშაო ადგილას დაიღუპა 212 ადამიანი და დაშავდა 691 ადამიანი. ქალბატონო ანი, ვიწყებთ თქვენგან. ემხრობით თუ არა ქმედითი შრომის ინსპექციის ამოქმედებას საქართველოში? კარგია რომ იწყებთ ჩემიდან, იმიტომ რომ მე ვეკუთვნი იმ ადამიანს, რომელიც წარდგენილი არის მაჟორიტარ კანდიდატად ჭიათურაში, ოლქში, სადაც ძალიან მაღალი არის როგორც დაზიანების ალბათობა, ისე სიცოცხლის ცუდად მძიმე დასრულების ალბათობაც და აქედან გამომდინარე ამ სტატისტიკაში დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი სამწუხარო ციფრია, მაგრამ ყველაზე მაღალი ციფრი არის სწორედ ჭიათურაში და მე სამწუხაროდ კარგად არ ვიცნობდი იმ პრობლემებს, რომელიც დამხვდა, რასაკვირველია, არა მხოლოდ შრომის ინსპექცია უნდა არსებობდეს, არა მხოლოდ უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, არა მხოლოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს,
პირველ რიგში დავიწყებ, აი პირველივე რიგში სპეციალური გარემო უნდა არსებობდეს ასეთი ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე შრომით არიან დაკავებულები, იმიტომ რომ მათი სიცოცხლის რისკიც, ჯანმრთელობის დაზიანების რისკიც ბევრად მაღალია ვიდრე სხვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის სხვისი უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ ადამიანების უფრო მეტად. დიდი მადლობა. გასაგებია. გმადლობთ. ბატონო იაგო, სახელმწიფო ხალხისთვის ემხრობა თუ არა ქმედითი შრომის ინსპექციის ამოქმედებას? კითხვა ძალიან არასწორია, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ბოდიში რომ თქვენს კომპეტენციაში ვერევი. ქმედით თქვენ სხვა მკითხვას რომ ემხრობი თუ არა ქმედითი შრომითი ინსპექციის არსებობას. და მე ჩემი პასუხი ლოგიკურად უნდა იყოს კი, როგორ არა რაღაცა ქმედით, რომელიც კარგ საქმეს აკეთებს, როგორ არ უნდა ვემხრობოდე. მაგრამ შეუძლებელია ეს ქმედითი იყოს, წარმოუდგენელია შრომითი ინსპექცია ქმედითი იყოს. ჩვენ გვაქვს დღეს კანონმდებლობა მსგავსი და ანუ რაც ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ კანონმდებლობით, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. მაგალითად, თქვენ იცოდით თუ არა, რომ მძიმე სამუშაოზე დასაქმებულ პირებს აქვთ ვალდებულება გააკეთონ თვით და ურთიერთ მასაჟი. ანუ თუ ადამიანი მძიმე სამუშაოზე მუშაობს, როგორც არის შახტა და რაღაცები, და დასაქმებულებმა ერთმანეთს მასაჟი უნდა უკეთონ. როგორ ფიქრობთ, ვინმე ამ მოტივით მასაჟებს ერთმანეთს უკეთებს, ან რამეს მოქმედებს ესეთი კანონმდებლობა? სოფლიოში არსად შრომითი მდგომარეობა არ გაუმჯობესებია მსგავს ინსტიტუციებს. ყოველთვის შრომით დასაქმებულების მდგომარეობას აუმჯობესებს უფრო მაღალი ეკონომიკა, სწრაფი განვითარება და კონკურენცია. სხვა გზა ამასთან დაკავშირებით უბრალოდ არ არსებობს. დიდი მადლობა. ბატონო მამუკა, როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ უფრო ეფექტიანად ადამიანების შრომის უფლება? კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს შრომის კოდექსი. კიდევ ერთხელ არის, რომ ამ შემთხვევაში დავეთანხმები ოპონენტს და ჩვენ მე ვიცნობ შრომის კოდექსს და მართლა ეს არ არის ის, რაც ჭირდება ჩვენ მოსახლეობას. თუ ჩვენ მართლა ვზრუნავთ ჩვენ მოსახლეობაზე, თუ ჩვენ მეორე ხარისხოვნად ვყოფთ მაშინ მოსახლეობას, მაშინ კი ბატონო, მაგრამ თუ გვინდა რომ ჩვენ გქონდეს სოციალურად სამართლიანი სახელმწიფო, გქონდეს ასევე თანაბარი ზუსტად ადამიანები ყველა იყოს თანაბარი, შრომის კოდექსი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და განსაკუთრებით ჭიათურის მაგალითი იყო, მეც ვიცნობ ჭიათურის პრობლემებს. ჭიათურის პრობლემებს და ფიქრობ დესტაფონის კი ბატონო და ფიქრობ რომ სწორედ აუცილებელი არის რომ ეს ციფრი დავიდეს რაც შეიძლება შემცირდეს და ზიანი იყოს ნაკლები. ამისათვის ჩვენ პატრიოტ ალიანსი ერთ-ერთი პირველი იქნება ალბათ სხვა პარტიებთან ერთად ვინც პარლამენტში შემდგომში ვითანამშრომლებთ ყველასთან ვიცით თქვენ გარდა ნაციონალურ მოძრაობისა ყველას ამაპირებს თანამშრომლობას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ეს საკითხი სწორედაც რომ შრომის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული, რეალიზირებული და ყველას შეძლოს მოქალაქემ გამოიყენოს ეს უფლებები. მათ კონდეს შესაბამისი სარგო და ანაზღაურება რომელიც მათი სოციალური და ყოველდღიური გასაგებია. დიდი მადლობა. ქალბატონო ლალი, ემხრობით თუ არა ქმედითი შრომის ინსპექციის ამოქმედებას? ჩვენ პროგრამაში გაწერილია ზუსტად ის საკითხები, რომ შრომის კოდექსის გადახედვა უნდა მოხდეს. ვინაიდან აქ არის საკმაოდ ბევრი დეტალები, რომელსაც სიღრმეში უნდა ჩაუღრმავდეთ და დავაზუსტოთ. რა თქმა უნდა, ეს მისაღები, იმიტომ რომ უსაფრთხოება მუშაობისას არის აუცილებელი საკითხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც სამწუხაროდ თითქოს ყურადღება არ ექცევა და ხშირად შრომით ხელშეკრულებებში ან საჯარო და უკაცრავად კერძო პირთან და დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად თითქოს არ არის ხოლმე ეს პუნქტი ჩადებული. არა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად ფატალური შედეგებით შეიძლება დაასრულდეს აი ის თუ არ იქნება გაწერილი ზუსტად როგორ უნდა მოხდეს ეს უსაფრთხოების დაცვა მუშაობისას. ამასთან ერთად მე მინდა ხაზი გაუსვა დასაქმების მისაწვდომობა. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგევარ და ეს ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ დასაქმების პრობლემის წინაშე დგას საზოგადოების უმრავლესობა და რა თქმა უნდა ამ საკითხზე მე ცალკე ვისაუბროთ. დიდი მადლობა. ბატონო დავით. მე მიმაჩნია რომ აუცილებელია და პრინციპული მიდგომა უნდა იყოს სახელმწიფოს რომ შრომის უფლებები უნდა იყოს დაცული და ყველა ჩვენი მშრომელი და მუშაკი უნდა იყოს თავისუფლებების დაცული. განსაკუთრებით ისეთ საწარმოო კომპლექსებს როგორც ტყიბულში, ზესტაფონში, კასპში, რუსთავში, ეს არის ის ობიექტები, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე ზრუნვა, მაღაროელები და ასე შემდეგ. ამავე დროს გარემოს დაცვის ინსპექციას უნდა არსებობდეს, რომელიც პრინციპულად უნდა იცავდეს გარემო უფლებებს, იმიტომ რომ გარდა მშრომელებისა არსებობენ სხვა ადამიანები, რომელთაც სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამავე დროს მე მომხრე ვარ, რომ გამკაცრდეს მიდგომა სახანძრო უსაფრთხოებასთან მიმართებით, იმიტომ რომ ის რაც მოხდა ქობულეთში, სწორედ იმაზე იყო, იმიდან გამომდინარეობდა, რომ არ იყო სახანძრო სისტემა შესაბამისად ორგანიზებული. ამიტომ ინსპექცია, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ინსპექცია, რომელიც იცავს შრომის უფლებას, ინსპექცია, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლეს, ეს უნდა იყოს მკაცრი, მიდგომა ევროსტანდარტების, მიდგომა ადამიანის უფლებებზე აწყობილი.
დიდი მადლობა. ქალბატონო, კონკრეტულ გეგმებზე რომ ვისაუბროთ, რას გააკეთებს თქვენი პარტია ადამიანის შრომის უფლებების დაცვის კუთხით და არა მარტო მძიმე მრეწველობაში? გასაგებია პირველ რიგში აუცილებლად გადაიხედება შრომის კოდექსი. აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული ანაზღაურების საკითხი, იმიტომ რომ ძალიან უღირსი ანაზღაურება აქვთ ადამიანებს, ხა მე რაც მაქვს შეხება, ამიტომ ეს ზოგადად რაც შეეხება და ის რომ შრომითი ინსპექცია ეფექტური იქნება თუ არა, ეხლა ამის თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ქმედითი კი არა, საერთოდ არ არის. ამ მიმართულებაზე ჩვენ არ გვიმუშავე, მოდით ვაღიაროთ, ხომ და ვაღიაროთ, რომ რაღაცებზე ჩვენ არ გვიმუშავე, ვიმუშავეთ შრომის კოდექსზე, მაგრამ ის ცვლილებები, რომელიც შევიტანეთ, საკმარისი არ იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა მიუბრუნდე, აუცილებლად ისევ ასეთი მძიმე მრეწველობის ქალაქებს. მე დავაყენებ საკითხს, აქვე ვაყენებ საკითხს, რომ ესეთი მძიმე მრეწველობის ქალაქებისთვის უნდა არსებობდეს სპეციალური სტატუსები და სპეციალური რეჟიმები, სადაც ადამიანების გნებავთ სოციალური პაკეტი, გნებავთ სამედიცინო პაკეტი, გნებავთ შრომითი ანაზღაურება, უნდა იყოს განსხვავებული სხვა ადამიანებისგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი უფრო უმძიმეს მდგომარეობაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. დასრულდა თქვენ დრო. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებობს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, თუმცა ის არ არის ქმედითი დეპარტამენტი და სწორედ ამიტომ ვსვავთ კითხვას ასე. ბატონო იაგო, თქვენ რას გააკეთებთ ადამიანის შრომის უფლებების დაცვისთვის საკანონმდებლო დონეზე? მოდით შევეხმიანებით ჩემს ოპონენტებს. ჩვენ ვინ გონია დამსაქმებელი? დამსაქმებელი არის მონსტრი, რომელსაც უნდა ადამიანები იტანჯებოდნენ მუშაობის დროს, შეიძლება ვიღაც მათგანი მოკვდეს და რაღაცა ეს არის მისი სურვილი, ოღონდ მოგება მიიღოს, თუ არის დამსაქმებელი ადამიანი, რომელსაც უნდა მას ყავდეს ადამიანები, დასაქმებულები, რომელსაც აქვთ გარკვეული შრომის სტიმული, იყვნენ კმაყოფილები და მუშაობდნენ უფრო ეფექტურად ამ კმაყოფილებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ გავცემთ პირველ პასუხს, ეს არის არასწორი. დამსაქმებლები ასეთები არ არიან, ეს არის ტყუილი, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ სადღაც რომელიღაც საწარმოში, მაგალითად ტყიბულში, ჭიათურაში პრობლემები ამ მიმართულებით უსაფრთხოების თვალსაზრისით, დიახ, მე ვადასტურებ, რომ პრობლემებია უბრალოდ სახელმწიფოს უნიათო პოლიტიკის გამო. აი ეს საწარმოები მფლობელებს გადაცემული აქვთ მფლობელობაში და არა საკუთრებაში. მათ არ უღირთ ბევრი ინვესტიციის დახარჯვა უსაფრთხოებისთვის. უბრალოდ მაშინ უნდა დახურონ და წავიდნენ. ამის ნაცვლად ჩვენ ესენი უნდა გავცეთ საკუთრებაში, ისე რომ ადამიანებს არ ქონდეთ შიში ან ვადის გასვლის გამო ან სხვა რაღაც გამო წაართმევენ და ისინი თვითონ განახორციელებენ შესაბამის ინვესტიციებს. დიდი მადლობა, ბატონო მამუკა. რა თქმა უნდა, მე წეგანას დავიწყე ესაზი და გავაგრძელებ ამას, რომ აუცილებლად შრომის კოდექსში ჩვენ შევიტანთ ცვლილებებს. მე ასევე გამოვეხმაურები იმ ქალაქებს, იგივე ჩამონათვალი იყო გაკეთებული და ჩვენ განსაკუთრებით პატრიოტთა ალიანსს გვყავს ღირსეული კანდიდატი იგივე ჭიათურაში, რომელიც უკვე სპეციალურ სტატუსთან დაკავშირებით გქონდა ჩვენ ამ თემებზე საუბარი და მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს საუბარი სპეციალურ სტატუსზე, კარგად იცნობს იქ ადგილობრივ პრობლემებს გიორგი კასრაძე. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ შრომის კოდექსში ეს ცვლილებები, რომელიც შესატანია და იგივე ჯანმრთელობის სამინისტროს ის არაფრის მომცემი დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, ქმედით უნაროა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახალი სტრუქტურის შექმნას და თქვათ, გამოყოფას უფრო მეტად ექნება მნიშვნელობა, თუ გამოეყოფა ის შრომის სამინისტროს, ცალკე დეპარტამენტად ჩამოყალიბდება და მეტი ფუნქცია და დატვირთვა ექნება, რათა აკონტროლოს ეგ სიტუაცია. თუმცა საქართველოში უფრო მეტი პრობლემა არის დასაქმების, ვიდრე მათი უფლებების. იმიტომ რომ ეს ციფრები არის სწორედ იმ 5 ქალაქზე განწერილი და დანარჩენ შემთხვევაში უფრო პრობლემა არის დასაქმება. ამიტომ ვიზრუნოთ დასაქმების და ჩვენ ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ბევრი ხალხი იყოს საქართველოში დასაქმებული. ქალბატონო ლალი, გისმენთ. მე და ერთი კონკრეტული ჩვენი პროგრამიდან ერთი კონკრეტული ინიციატივა შემოგთავაზოთ, რაც ეხება იმას, რომ ანუ დეკრეტული შვებულება გავზარდოთ 3 წლამდე. იმიტომ რომ ხშირად ქალბატონები იძულებული არიან ვადაზე ადრე დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაოს, ხშირად არ არის შესაბამისად ანაზღაურებადი და აი ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ გვინდა რომ ეს 3 წელი მათ როგორც მუშაობის სტაჟი ასე ჩაეთვალოთ. ამასთან ერთად მე მაწუხებს სტუდენტების დასაქმების საკითხის. მე ბევრჯერ მინახავ ჩემი სტუდენტები, რომლებიც შეწუხებული არიან, ეძებენ სამუშაოს და თუ დაასაქმებენ საკმაოდ მინიმალური ხელფასის ფასად და მათ უწევთ საკმაოდ თითქმის 24 საათიან რეჟიმში მორიგეობა და მუშაობა და შემდეგ ღამეების თენება და ლექციებზე მოსვლა. ეს პრობლემა მე ყოველთვის მაწუხებს და აი ამ კუთხითაც გადასახედია სტუდენტების დასაქმების პრობლემა. ჩვენ მათ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ მათთვის შესაფერისი ანაზღაურება და მათთვის შესაფერისი დროის ფარგლებში მოხდეს მათი დატვირთვა. დიდი მადლობა, ბატონო დავით, თქვენ დაასრულებთ ამ წრეს. დავამატებდი და ვიტყვი, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც დასაქმებულები არიან საქართველოში, სამწუხაროდ არიან მონური შრომის პირობებში.
ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, მაგალითად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იგივე ტყიბულში, იგივე ზესტაფონში, იგივე სხვა ესეთ სამრეწველო ქალაქებში, მაგრამ გარდა ამ ქალაქების არსებობს ისეთი მსხვილი ბიზნეს კომპანიები და კორპორაციები, რომლებიც ასაქმებენ ადამიანებს 200 ლარით, 150 ლარით და ამ დროს ამუშავებენ მთელი კვირის განმავლობაში და ყოველი დღე პრაქტიკულად თვეების განმავლობაში. ეს არის მონური მუშაობა და მონური შრომა. ამიტომ სტანდარტი უნდა იყოს შექმნილი, სტანდარტი უნდა იყოს მინიმალური შრომის ანაზღაურების, სტანდარტი უნდა იყოს გენერალური ინსპექციის თუ როგორც იტყვიან შრომის ინსპექციის და სტანდარტი უნდა იყოს დაცული ყველა ამ ადამიანის მიმართ, ისევე როგორც არის ევროკავშირში. თუ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, მაშინ ეს უფლებები ადამიანის უნდა იყოს დაცული, ამავე დროს ჩვენ ბიზნესაც უნდა დავეხმაროთ IAF კრედიტებით, დავეხმაროთ კერძო პირებს სტარტაპებით და უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ბიზნესმენს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გაფართოების და გაძლიერების. ეს დაასაქმებს ბევრ ადამიანს და უზრუნველყოფს მათ შრომის ანაზღაურებას. ძალიან დიდი მადლობა. უნდა შევისვენოთ რამდენიმე წუთი, 59 წამი, არჩევნები 2016 პირდაპირ ეთერში დაბრუნდება რეკლამის შემდეგ. თქვენ უყურებთ პოლიტიკურ საარჩევნო დებატს, რომელიც ინტეგრირებულია გადაცემაში 59 წამი. დღეს საუბრობთ პარტიების ხედვებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და გადავდივართ მეოთხე საკითხზე. ბატონო იაკო, ამ შემთხვევაში ვიწყებთ თქვენგან. ქალთა უფლებების დაცვის კუთხით უფლებადამცველები ძირითადად ორ მიმართულებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს არის ოჯახში ქალთა უფლებების დაცვა და მეორე ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი თანამონაწილეობა. რას გააკეთებს თქვენი პარტია ამ ორივე მიმართულებით? პირველ რიგში მე ქალებს რაღაც განსაკუთრებულად არ უყურებ როგორც განსხვავებულ ადამიანებს, რომელსაც რაღაც განსხვავებული მოვლა და ზრუნველობა ჭირდებათ. ქალები დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანები არიან ზუსტად ისევე როგორც მამაკაცები და მათ ჭირდებათ უზრუნველყოფა თავისუფლების. დანარჩენი ფიქრობ, რომ მათი შესაძლებლობები განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში ერთმანეთისგან საერთოდ არ განსხვავდება, ფიზიკურ განსხვავებებზე ხო არ ვილაპარაკებთ, ხო? რაც შეეხება იმას ოჯახურ ნაწილში ძალადობებს და რაღაცებს, რომელიც როგორც წესი აქტუალურია ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები სამწუხაროდ და რაც ამ ქვეყნის ტრაგედიაა, ჩემი აზრით, ჩვენ ერთი მხრივ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სადღეგრძელოებში ქალების უფლებებზე და ქალებისადმი სიყვარულზე და მეორე მხრივ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, მე მგონია, რომ ძალადობა არის ძალადობა, ის იქნება ოჯახში, ოჯახსგარეთ, ქალზე, კაცზე თუ ნებისმიერზე. ამიტომ ის უნდა იჯებოდეს თანაბრად. ოჯახში ძალადობა და ჩვეულებრივი ძალადობა ორივე უნდა იჯებოდეს მკაცრად და დაუნდობლად. დიდი მადლობა. ბატონო მამუკა. გავაგრძელებ ოპონენტის თუ კოლეგის პათოს და მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის ძალადობა აქ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ქალის მიმართ იქნება განხორციელებული თუ არასრულწლოვანის თუ მამაკაცის მიმართ, სრულწლოვანის თუ მოხუცის მიმართ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობა. ანუ მეც ვერ გავაკეთებ დიფერენციას ქალსა და მამაკაცს შორის. დღეს მით უმეტეს განსაკუთრებით და ჩვენ ოდითგანვე მეფე გვყავდა ქალი და არ შეიძლება რომ ჩვენ ამის პრობლემა და ესეც წეღანდელი თემის არ იყოს. ხელოვნურად მოტანილია რომ არავითარი პრობლემა არ აქვს ქალსა და კაცის ურთიერთობებში ერთმანეთთან და არავითარი ძალადობა ამ მიმართულებით, რადგან ის ცოლი არის, ამისათვის იყოს დაჩაგრული, ან ცუდი რაღაც მოეპყროს მეუღლე. ხოლო ის გამონაკლისები, ამას ჩვენ ადამიანები ვართ და სადღაც ვიღაცა იქნება ანაკლებად განათლებული ამ მიმართულებით, არის ის როგორ მოიფრთხეს, ოჯახში მარტო კი არა, საერთოდ საზოგადოებაში არის ის ცხოველთან მოპყრობაც კი თუნდაც, ხო? იგივე რაიონებზე მაქვს საუბარი. ამიტომ ჩვენ მათთან დაკავშირებით სხვა პრევენციული ღონისძიებები და შემდეგში ვისაუბრებ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ეს აღმოფხვრათ და რა საქმიანობა ჩასატარებელი იმისათვის, რომ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონო ლალი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დავეთანხმები ჩემს ასე ვთქვათ, მეგობრებს შემიძლია თქვა, რომ ძალადობა ნებისმიერი კუთხით ჩემთვის არის ძალადობა. არ აქვს მნიშვნელობა ქალის მიმართ იქნება ეს გამოყენებული თუ ზოგადად. ოჯახური ძალადობა რა თქმა უნდა მიუღებელია და დასაგმობია. აქ იცით სადღაც ალბათ განათლების და მენტალობის პრობლემას გას გარკვეულწილად შეიძლება არ ჟღერდეს ეს ფრაზა პოპულარულად, მაგრამ ფაქტის სახეზე ვგაქვს, იმიტომ რომ ამს რაღაცა არასწორი სტერეოტიპები და შეხედულებებია და ყველაფერი ცუდი მე მგონი გაუნათლებლობიდან მოდის მაინც. რა თქმა უნდა პრევენციული ზონები რო აუცილებლად არის მისაღები და ძალადობა უნდა ისაჯოს ისევე როგორც ეს ოჯახური იქნება თუ სხვა სახის ძალადობა ის მაინც დასჯადი უნდა იყოს. რაც შეეხება ქალბატონებს მინდა მოუწოდო რომ უნდა იყოს მათი ნება, მათი ღირსების საკითხი, ის რომ ისინი იყვნენ ჩართულები, ის რომ მათ ქონდეთ თავიანთი ღირსება, რომ არ გახდნენ მსხვერპლი ძალადობის. რა თქმა უნდა ის ოჯახებრიობის დანგრეული ოჯახებია, დაშლილი და ეკონომიკური ფაქტორი ამაზე მნიშვნელოვანად დიდი მადლობა ბატონო დავით.
ნებისმიერი ტიპის ძალადობა არის მიუღებელი, განსაკუთრებით როცა ეს ხდება ოჯახში, ნებისმიერი ოჯახის წევრის მიმართ. მე ვგმობ და ყველაზე მთავარი დამოკიდებულება ამ მიმართულებით უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურები, სოციალური სააგენტოები, რომლებიც წინასწარ პრევენციულად უნდა მუშაობდნენ და სოციალური რეკლამა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ისე როგორც ერთ დროს გაერთიანდა ხელისუფლება სოციალური პროპაგანდით აი ამ ძალადობის წინააღმდეგ და შედეგი შესაბამისი იყო და ვთქვათ მნიშვნელოვანი გარღვევაც მოხერხდა. რაც შეეხება ზოგადად ქალთა უფლებებს, მე მიმაჩნია, რომ ეს არის პრინციპული უფლება, რომელიც უნდა იყოს დაცული და მე ამაყი ვარ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალაში თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ათეულის მთავარ სახეებს წარმოადგენს ქალბატონი ია მეტრეველი, ქალბატონი თამარ კიკნაძე, ქალბატონი ქალთა პარტიის თავმჯდომარე, ქალბატონი ხათუნა მაჭავარიანი და ჩვენ მთელი ჩვენი სია პრაქტიკულად დავაკომპლექტეთ ბალანსით ქალთა უფლებების. და ყველაზე მთავარი, საქართველოში ქალთა უფლებები იყო დაცული, ქალთა უფლებები იქნება დაცული და ჩვენ პრინციპულები ვიქნებით, რომ ქალი არის ჩვენი მთავარი ამოსავალი. დიდი მადლობა ქალბატონოვანი, რას გააკეთებთ ოჯახში ძალადობის აღმოსაფრთხებლად და ქალთა მეტი ჩართულობისთვის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში? ხო, პირველი ორი ნაწილისგან შედგება თქვენი კითხვა. პირველი, მე ესე არ გამოვყოფდი, რომ ეს მაინც ქალთა დაცვა პირიქით ჩვენ უფრო კომპლექსური პრობლემა გვაქვს, ანუ ეს უნდა იყოს ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ. და ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგში უნდა შედიოდეს იმ ადამიანების განათლება, ვინც არიან მოძალადეები, ეს მხოლოდ მეუღლე არ შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს ძმა, შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს აი ესეთი, ან მეზობელი, არ ვიცი, მოძალადე. ამის აუცილებელი არის, რომ უფრო მეტი პროპაგანდირება უნდა ხდებოდეს, რომ ძალადობა არ შეიძლება და რა თქმა უნდა იცოდეს ძალადობის მსხვერპლმა საკუთარი უფლებები, ეს რაც შეეხება განათლების კუთხეს და ჩართულობას და მხარდაჭერას სახელმწიფოს პრიორიტეტი რაც უნდა იყოს. მეორე, ჩვენ თავშესაფრები გვაქვს, მაგრამ თავშესაფრის შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალბატონი, რომელიც მსხვერპლი არის ძალადობის, ის იძულებულია დაბრუნდეს მოძალადე ქმართან. ასეთი ქალბატონებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ზრუნავდეს, რომ მისი დასაქმების პრობლემა იყოს მოგვარებული. პრიორიტეტად უნდა იქცეს ასეთი ქალბატონების დასაქმება, ჩემი აზრით, რომ ის ძალადობა მასზე ახალგაზრდობის მასშვილები ხავს. ხომ უნდა მიხედოს რაღაც ელემენტარული პირობები უნდა შექმნას იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს. დიდი მადლობა, ბატონო იაკო. მე მგონი რომ სახელმწიფოს თავარი მოვალეობა ამ თვალსაზრისით არის რომ შეაღწიოს იმ ჯურღმულებში რომელიც ამბობს იმას რომ რაღაცა შვილი ჩემია და რასაც მინდა იმას უზამ, როცა მინდა მაშინ და ვიზეც მინდა მაღაზე გავათხოვებ, ცოლი ჩემია და რასაც მინდა იმას უზამ, მე ვფიქრობ, რომ აი ეს მენტალიტეტი უნდა დავძლიოთ და ამისთვის ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არ გამოგვადგება და გეტყვით რატო არ გამოგვადგება. ჩვენ დღეს ოჯახში ძალადობას განვიხილავთ უფრო ნაკლებ დანაშაულს, ვიდრე ჩვეულებრივ ძალადობას. მაგალითად, ჩვენ გვაქვს პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილი ამას და საერთოდ არ არის სისხლის სამართლის სპეციალობის პასუხისმგებლობის ფორმები. აქედან გამომდინარე, პირველი ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, შევქმნათ ეფექტური მექანიზმები, რომ ვიღათ აღმასრულებელს, ძალოვან სტრუქტურას, ჟარგონით რო ვთქვათ, არ გაუტყდეს აი ამ კლიშის დაძლევა, რომელსაც ქვია, რომ გოგო ჩემია ან ცოლი ჩემია. და მეორე, არ განვასხვაოთ ჩვეულებრივი ძალადობისგან, დავსაჯოთ პირდაპირ სისხლის სამართლის წესით და მკაცრად. დიდი მადლობა, ბატონო მამუკა. გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არის შესატანი გასაძლიერებელი არის ის მუხლი, რომელიც სწორედ ძალადობას, ოჯახში ძალადობას გულისხმობს, აუცილებლად არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით უნდა ისჭებოდეს, არამედ ჩვეულებრივად სისხლის სამართლის დანაშაული უნდა იყოს. განსაკუთრებით მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ვისაუბრეთ დაშაზე და ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს იგივე სოციალური რეკლამა უნდა გაკეთდეს და რაც შეიძლება ტრენინგები, სემინარები ბევრი იმ ადამიანებისაც, ვინც პირველი ესწრება ხოლმე ამ ძალადობას, პირველ ფაქტის ხილველები. ესენი ძირითად შემთხვევაში არიან ადგილზე უბნისწულნებულები, ეგრეთ წოდებული უბნისწულნებულები, რომლებიც წარმოადგენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, წერან მქონდა საუბარი. იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებითაც ბევრი ტრენინგი, ბევრი სემინარი უნდა ჩაუტარდეს ამ ადამიანებს, რომ ისწავლონ ჩვეულებრივი კუკარაჩა რო იყოს. ეს იქნება უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ესეთი კუკარაჩა იქნება უბნისწულნებული ადგილზე და ის შეძლებს მათი ასე ვთქვათ ზნეობრივი იდეოლოგიური მუშაობის ჩატარებას იმ საეჭვო ადამიანებთან, ვინც შეიძლება ეს ჩაიდინოს, მაშინ ნაკლები გვექნება. ჩვენ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება დასრულდა თქვენი დრო, დიდი მადლობა ქალბატონ ლალი. რა თქმა უნდა, ეცით პირველ რიგში აუცილებელი ამ კუთხით საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ ხშირად შეიძლება გავხდეთ ამ ძალადობის თვითმხილველი და ალბათ თქვენ შესწრები ხართ იმ ფაქტს, რომ საზოგადოება თითქოს იცილებს ხოლმე თავიდან, ხდება მიყურადება, განრიდება ამ კონფლიქტის, არ მინახავს, არ დამინახია, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტი რჩება ფაქტად. ხშირად მოძალადე მეუღლეებიც ხელს აფარებენ ხოლმე ამ შემთხვევაში. მე მქონია მაგალითად შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი ესე ძალადობის მსხვერპლი გახდა და მე პირადად მოვუწოდე
ვუწოდე მას, რომ მე ჩავერთობოდი ამ საქმეში და დავეხმარებოდი, იცი ძალიან ისე მთხოვა, რომ არა ცოდვა მეცოდება დაიჭერენო. და კი, მაგრამ ეს ფაქტი ხო პერმანენტულად გრძელდება, ამას შვილები უყურებენ, იზრდებიან საშინელ გარემოში, ხო? მაგრამ აი ისევ რომ საზოგადოებამ რამე არ თქვას, ამჯობინებენ რომ იყონ ჩუმად პრობლემას თქვათ დაუხუჭონ თვალი, გადადონ გვერდზე და საზოგადოების აშკარაოზე არ გამოიტანონ. ამიტომ თვითონ ქალბატონების ნება უნდა იყოს, მათი ღირსების საკითხი უნდა იყოს ის, რომ თითოეული მათგანი ძალადობის ხორბლი არ გახდეს და დასჯადი გახდეს შესაბამისად ნებისმიერ. ბატონო დავით. ძალადობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემას წარმოადგენს ყველა ჩვენთაგანისთვის და რაც ყველაზე მთავარი ეს არის სოციალური პრობლემა პირველ რიგში და ჩვენ თუ ვერ მოვახერხებთ სოციალური საკითხების გადაწყვეტას უახლოესი წლების განმავლობაში სამწუხაროდ თაობები იზრდებიან ძალადობის პირობებში ეს იყო 90-იანი წლები შიმშილის და უბედურების ამ დროს ქალმა იტვირთა ფუნქცია რომელიც კაცზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა მე ვიცი ოჯახები სადაც ქალი ძალადობს კაცზე და ეს პრობლემაა ამიტომ ზოგადად ძალადობა არის სოციალური პრობლემა ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია და აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება განვითარება ბიზნესის გაძლიერება დასაქმების სისტემის შექმნა, დასაქმებული ოჯახის წევრები უეჭველად იქნებიან ერთად და უეჭველად იქნებიან ძლიერი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ მათ დრო არ ექნებათ იმისთვის, რომ იკამათონ ერთის მხრივ. და ყველაზე მთავარი შაბათი კვირა მათთვის იქნება ოჯახის დღე. და მე მინდა რომ ვისურვო ის, როგორც არის მაგალითად ნორვეგიაში, როცა ოჯახები არიან ძალიან ძლიერები და შაბათ კვირა ერთად მიდიან დასასვენებლად და მე იმედი მაქვს, რომ უახლოესი წლების შემდეგ საქართველო იქნება ძლიერი ძალადობის გარეშე. დიდი მადლობა. უნდა დავაზუსტო, არ ვიცი, ჩემი ოპონენტები ამბობდნენ, რომ საკანონმდებლო ბაზა არ არის შესაბამისი, ჩვენ სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიმუშავებთ და გამკაცრდა ნორმები ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მთელი პაკეტი მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ამაში არ არის, თუ რაიმე ხარვეზი დარჩა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ხარვეზზე, თორე ის რომ გამკაცრდა კანონმდებლობა, მე შემიძლია და გითხრათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი, მე რომ მოწვევის პარლამენტში მუშაობს, მაგრამ ეს არ არის ძირითადი გამოსავალი, გამკაცრება ძირითადი გამოსავალი არ არის. კიდევ ერთხელ მიუბრუნდები იმას, რომ აუცილებელი არის, რომ მაქსიმალურად მოხდეს, როგორ გითხრათ, პროპაგანდა იმის, რომ ძალადობა არის ჩამორჩენილობა. და ყველამ უნდა იცოდეს, ყველგან უნდა შევახციოთ, ნებისმიერ ოჯახში უნდა მივიდეთ ამით, რომ ჩამორჩენილობას ნიშნავს, როცა შენი შვილების დედაზე ახდენ ზეწოლას, ზეგავლენას, რა ვიცი, აი ფიზიკურ ზეწოლას და ასე შემდეგ. და გარდა მაგისა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ადამიანებმა, მათ შორის ქალბატონებმა აუცილებლად უნდა იგრძნონ, რომ მათ აქვთ ძალა და ისინი არ არიან სხვაზე ნაკლები. დიდი მადლობა. დასრულდა თქვენი დრო ქალბატონი. ძალიან დიდი მადლობა. ახლა იწყება გადაცემის ბოლო ნაწილი. თითოეულ თქვენგანს გექნებათ 2:59 წამი. მთელი გადაცემის განმავლობაში თქვენი პარტიის ხედვების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე საპასუხოთ და ასევე ამ მომრჩეველს, რომელსაც აინტერესებს პარტიების ხედვა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, უთხრათ, რატომ უნდა მისცეს ხმა კონკრეტულად თქვენ პარტიას. ბატონო მამუკა, ვიწყებთ თქვენგან. კი ბატონო, მე ოპონენტებთან ახლა არ მიგრძნია და არ ყოფილა ესეთი დებატი, რომ თქვათ ჩვენი პარტიის რომელიმე ხედვა გაეკრიტიკებინოს, ამიტომ პირდაპირ უფრო დავაკონკრეტებ, თქვათ ჩვენი პარტიის შეხედულებებს და მიმართულებებს, საპროგრამო მიმართულებებს, ადამიანის უფლების დაცვის საკითხებში, ისე გავიმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის დაცული იყოს სიცოცხლისა, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლება, რა თქმა უნდა, თავისუფლების უფლება, თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება და რაც თავარია, ჩვენ აუცილებლად ვაღმავდებით და მომავალ პარლამენტში ჩვენ ვიზრუნებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში არსებულ უამრავ ხარვებზე და პრაქტიკულად ეს თუმცა საპილოტო პროექტივით იყო მე ასე ვთვლი ჯერჯერობით იმ კანონს რაც დღეს არსებობს იგივე მართვის პულტთან დაკავშირებით სად უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კაფე ოპოზიცია და ვიცით სადაც უნდა იყოს და როგორც უნდა იყოს გარდა ამისა სოციალურ ქსელზე უწყინარი ფოტომ შეიძლება ნებისმიერ ერთმა უწყინარმა ფოტომ მოეწყო ხუმრობით გაკეთებული შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ძიმე შედეგები და ამიტომ უნდა კონტროლებული ან კიბერდანაშაულთან დაკავშირებით უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღება მიგაპყრობილი და ადამიანის უფლების და პერსონალური ინფორმაციები დაცული უნდა იყოს მაქსიმალურად თუნდაც იმ სოციალურ ქსელშიც. თუ შეიძლება მეორე წუთი თუ ეგრევე არის და გავაგრძელებ მეორე წუთას გაქვთ 52 წამი. კი, მე ვფიქრობ, რომ ერთი ის მიმართულება, ანუ პერსონალური მონაცემების დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ ამას პატრიოტთა ალიანსი უზრუნველყოფს. საკუთრების უფლებებზე ისე დაუბრუნდები საკუთრების უფლებას და ვიტყვი, რომ ის დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა წინა ამ მთავრობის დროს პროკურატურაში, პრაქტიკულად აღმოჩნდა უფუნქციო, უუნარო იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ფუნქციები, არ ჰქონდა შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების უფლება, ის იყო ჩვეულებრივი ერთ-ერთი რიგითი დეპარტამენტი, უბრალოდ ეს იყო პიარ აქცია, ხელისუფლების რომ საკუთრების უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით იქნებოდა რაღაც უამრავი ადამიანი მომართავს მე ამასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით პრაქტიკულად გარდა რამოდენიმე ბეჭდისა და რამოდენიმე მანქანისა დაბრუნებული არ იქნა უკან ადამიანებზე და ეს არის საშინელება და ჩვენ ვიზრუნებთ იმას რომ არა დეპარტამენტი არამედ სპეციალური დიდი სამსახურის კომისია შეიქმნა ამისათვის სპეციალური რომელიც
უფლება ექნება პირდაპირ დაუბრუნოს ადამიანებს ჩამორთმეული ქონება. გვანტლობთ ქალბატონ ლალი 2:59 წამი გაქვთ. ჩვენ რა თქმა უნდა თავხდებით იმაში, რომ ადამიანების უფლებების იქნება პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, სოციალური უფლებები უნდა იყოს დაცული, სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობაა თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური თანასწორობის დაცვა, ღირსეულისებერი, თავისუფალი განვითარების უფლება, საკუთრების უფლება, უსაფრთხოების უფლება. ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩამოთვალოთ თითოეული მათგანი, რომელიც კონკრეტულად გვაქვს გაწერილი ჩვენს პროგრამაში ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა. ამ კუთხით მე მინდა რომ რამოდენიმეს გაუსვა მოკლედ ხაზი სანამ დრო მაქვს ღირსეული სიბერის თემა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, იმიტომ რომ ეს ხალხი ნამდვილად ღირსია იმის რომ გქონდეთ ღირსეული სიბერე და ის საარსებო მინიმუმი რაც თქვა დღეს არ არსებობს შესაბამისობაში მოდიოდეს იმ საარსებო მინიმუმთან რაც სტანდარტებით არის დადგენილი აზრის გამოთქმის თავისუფლება ვიცით ხალხს აქვს შიში როდესაც ჩვენ შეკრებებზე დავდივართ გვიყურებენ შორიდან გვითანაგზნობენ მაგრამ პრივატურ საუბრებში გვეუბნებიან რომ მაინც გვეშინია სამსახური არ დავკარგოთ თუმცა ამისი მაგალითი მე ამსმენია რომ ამის გამო დღეს ეს ხდებოდეს, თუმცა ადრე იყო ეს შემთხვევები და ჩემ ოჯახმაც იწუნია ეს. მაგრამ დღეს არ ხდება ეს, რომ რა მივვნე სამსახურს კარგავდეს ამის გამო, მაგრამ შიშის სინდრომი მაინც არის ადამიანებში და ესეც გარკვეულწილად მოსაგვარებელია ეს საკითხიც. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს მოვალეობებიც. არ არის მარტო აქ უფლებებზე საუბარი, ჩვენ გვაქვს მოვალეობებიც და ჩვენი მოვალეობა პოლიტიკური აქტივობა, არჩევნებში მონაწილეობა თუ არისტოტელეს სიტყვის მოვიტანდა ადამიანი პოლიტიკური ცხოველია. ჩვენ ამ პოლიტიკურ სივრცეში გვიწევს არსებობა და ჩვენ იძულებული ვართ, ჩვენ უпростоრად უკაცრავად ვალდებულები ვართ მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენი ხმა მივცეთ იმ კანდიდატს, იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც ჩვენთვის მისაღებია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა გამოთქვათ უკმაყოფილება თუ ყველაფერი ისე არ იქნება მომდენო 4 წლის განმავლობაში, როგორც ჩვენ გვინდა. ანუ ხალხის ხმა არის გადამწყვეტი, ხალხია ნიჰილიზმში, საზოგადოება ნიჰილიზმშია ჩავარდნილი, მაგრამ მე მინდა ყველას მოუწოდო, რომ მობრძანდით არჩევნებზე გააკეთეთ თქვენი არჩევანი, იმიტომ რომ თითოეული თქვენთაგანის ხმა ქვეყნის მომავლისთვის არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. ბატონო დავით 2:59 წამი გაქვთ. მადლობა ამ სიტყვისთვის და მე მიმართავ მოქალაქეებს, მიმართავ მაყურებლებს და ერთ რამეს ვთხოვ ყველას, რომ ჩვენთვის პრინციპულია, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, ამას მეჭიავრი ერთიანი საქართველოს, ჩემთვის როგორც აფხაზეთელისთვის, როგორც სოხუმელისთვის. პრინციპულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეხება, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. განსაკუთრებით ეს არის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება აუცილებლად პარიტეტულ დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესების უპირველეს ყოვლისა გატარების პრინციპით და რაც ყველაზე მთავარია, იმედი მექნება და გვინდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა გქონდეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, რომელიც სამწუხაროდ ჩემდა სამწუხარო, რომელსაც მე ველოდებოდი 4 წლის განმავლობაში მაინც რომ მოხერხდებოდა, ქონების დაბრუნება, წართმეული ქონების, მათ შორის დაზარალებულების უფლებების აღდგენა და ასე შემდეგ, ღირსების აღდგენა ვერ მოხერხდა. ამავე დროს პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, ტრადიციების, ფასეულობების, ეკლესიის განმტკიცება, გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ამ საერთაშორისო გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ფასეულობები, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ისტორია, რომელთაც ჩვენ ვართ, ვიყავით და მომავალშიც უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ვართ უნიკალური ფასეულობების და ტრადიციების მატარებელი და კულტურის მატარებელი ხალხი. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გაძლიერება გლეხის და დასაქმება ხალხის. პირველ რიგში სოფლად გაძლიერება გლეხის და სოფლის მეურნეობის სისტემის, ის რომ მათ მოსავალი უნდა მოიყვანო და მათ უნდა კონდეთ გასაღების შესაძლებლობა, მათ უნდა კონდეთ ელემენტარული დაცულობა, რომ მოიყვანს ვენახს, ექნება მოსავალი და მინიმალურ ფასში მაინც გაყიდის, მაგალითისთვის ვიძახი 50 თეთრი მაგალითად მინიმუმი იყოს, როგორც თხილისთვის, როგორც სხვა ციტრუსის და ასე შემდეგ. ამავე დროს პრინციპული მიდგომა უნდა იყოს იმ სოციალური ჯგუფების მიმართ, რომლებიც დაზარალებულები არიან წლების განმავლობაში, ეს არის იპოთეკარები, მარჩენალ დაკარგულები, ომის ვეტერანები, ეს არის ინვალიდები, პენსიონერები, დევნილები და ასე შემდეგ. ეს ის ხალხია, რომელსაც უნდა იდგეს ჩვენი მომავალი და მათი დაცვა, მათი სახლის კარი შენარჩუნება არის აუცილებელი და პრინციპული და ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ანი. მადლობა. დავიწყე და აუცილებლად ისე უნდა გავაგრძელო ამ თემით, რომ ეს არის სასამართლო. თუ ჩვენ დავრჩებით მურუსიძის სასამართლოს ფორმატში, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. თუ არ იქნება სამართლიანი სასამართლო, თუ არ იქნება სამართალი, თუ ადამიანებს არ ექნებათ იმის განცდა, რომ იმ სასამართლოში მიდიან, სადაც ისინი საკუთარ უფლებებს დაიცავენ და სადაც საკუთარ სამართლიანობას დაიცავენ, არ იქნება არაფერი. სახელმწიფოს ქვაკუთხედი არის სამართლიანი სასამართლო და ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი პარტიის. მეორე, პროკურატურაში ჩვენ ჩავუტარეთ რეფორმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ის არის სავსე არაკომპეტენტური და ძველი კადრებით, სადაც რასაკვირველი არ არის ნება იმის, რომ გამოძიება ჩატარდეს
სრულფასოვნად და არ იყოს გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებები, რომელიც შეიძლება ამ ადამიანებს დააქვთ. არ ვიცი, ერთმანეთის მიმართ, იმ წლების მიმართ, რომელიც მათ პროკურატურაში გაატარეს და ასე შემდეგ. რაც შეიძლება მეტი ახალი კადრი უნდა მოვიდეს პროკურატურაში, სუფთა კადრი. და ასევე აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის, რომ გარდა არაკომპეტენტურობისა, საგამოძიებო სისტემა ძირითადად აწყობილი არის 80% დანაშაულებების გახსნის ხდება ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით. ერთადერთი და ძირითადი იარაღი ეს არის. ჩვენ ამაზე უნდა ვთქვათ უარი, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ, არ ვიცი, ჩემს კოლეგებთან ერთად ვინც იქნებიან პარლამენტში, რა თქმა უნდა, მეც თუ მოხვდები, რომ საბოლოოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოიტანს ეგრეთ წოდებული ფარული მიყურადების გასაღებს და აუცილებლად იქნება იმ ადგილზე, სადაც ადამიანებს აღარ ექნებათ იმის განცდა, რომ მათ პირად სივრცეში შეღწევა ხდება და მათი პირადი და პერსონალური უფლებების დარღვევა ხდება და დღეს ეს ხდება. და სამწუხაროდ საქართველოში იმის მიხედვით, რომ გავამკაცრეთ კანონმდებლობა, არ იცვლება არაფერი, რატომ არ იცვლება? იმიტომ რომ საკმარისინება არ არის. და ყველაზე მთავარი გამჭვირვალობა არის ბატონებო განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეფექტური დაცვის ადამიანის უფლებების და მთავარი შრომითი უფლებების დაცვა. მთელი პაკეტი ახლა ძალიან რთულია გამოყო, რა იქნება პრიორიტეტული. დასრულდა თან თქვენი დრო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო იაგო, ამ წრეს და გადაცემას დღეს დაასრულებთ თქვენ. დიდი მადლობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანი არც ისე ცუდი არსებაა ზოგადად. ჩვენ გვჯერა ადამიანების, ძალიან გვიყვარს ადამიანები და აქედან გამომდინარე ვითხოვთ მათ უფრო მეტ თავისუფლებას. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები უფრო მეტი თავისუფლების პირობებში დგამენ უფრო მეტ სწორ ნაბიჯებს, ვიდრე არასწორ ნაბიჯებს. სწორედ ამიტომ ვითხოვთ, აი ამ ნაწილს, რომ სხვა სახელმწიფო მაგალითად პირიქით იქცევა. სახელმწიფო უფრო მეტ არასწორ ნაბიჯებს დგამს, ვიდრე სწორ ნაბიჯებს. ამიტომ ქვეყნის განვითარება ჩვენ თუ გვინდა, ადამიანებს უნდა შევუქმნათ სწორი სტიმულები. ნუ რა შეიძლება იყოს სწორი სტიმული, რომ ადამიანებს არ ჭირდებოდეთ ფიქრი თავდაცვაზე, არ ჭირდებოდეთ საკუთარ ნაჭუჭში ჩამალვა, არ ჭირდებოდეთ საკუთარ იდენტობის დამალვა. და ეს ყველაფერი ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ თავისუფლები, თავისუფლად თქვან საკუთარი სიტყვა, თავისუფლად დაიხარჯონ სხვადასხვა სფეროების მიხედვით და ერთადერთი რამაც შეიძლება განავითაროს ეკონომიკა, რამაც შეიძლება ხელოვნება, კულტურა განავითაროს, სწორედ ასე სტიმულირებული ადამიანები არიან ჩვენი აზრით. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანების არ დაჭერას. სწორედ ამიტომ ვითხოვთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, ვინაიდან ჩვენ მგონია, რომ ადამიანები იძულებით სამშობლოს ვერ დაიცავენ. ეს უბრალოდ გამორიცხული ამბავია. სწორედ ამიტომ ვითხოვთ დაბალ გადასახადებს და ან გადასახადების გაუქმება საერთოდ. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ადამიანებს უკეთესად შეუძლიათ გადაწყვიტონ, სად უნდა დახარჯონ საკუთარი ფული, ვიდრე სახელმწიფო აკეთებს ამას. სწორედ ამიტომ ვითხოვთ საკუთრების რეგისტრაციას ადამიანებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ფლობენ როგორც საკუთარს ამ მიწის ნაკვეთს, ამ ქონებას და მათ არანაირი მოდავე არ ყავთ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მათ არანაირი საბუთი, არანაირი დოკუმენტაცია და საფასური არ უნდა მოთხოვოს. ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ჩვენ გვჯერა ადამიანებს საკუთარი თავის გადარჩენა მხოლოდ თვითონ შეუძლიათ. დიდი მადლობა სტუმრებს დებატში მონაწილეობისთვის. გადაცემის განმავლობაში მაყურებელი რეკავდა და ირჩევდა თუ რომელი პარტია უკეთეს პოლიტიკას შემოგთავაზებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. შემოვიდა 18,000-მდე ზარი და პარტიებს შორის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა დავით თარხან-მოურავი, ირმა ინეშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 27%, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა 1%, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის 4%, ეროვნული ფორუმი 44%, პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის 23%, სხვა პარტია 0%, 59 წამი არჩევნები 2016 პირდაპირ ეთერში დაბრუნდება პარასკევს დღის 12 საათზე პარტიების წარმომადგენლები გარემოს დაცვის პრობლემებზე ისაუბრებენ. ჩვენ მოვკვიდრებთ კამათის კულტურას, საუბრობთ პრობლემებზე, მაგრამ ერთმანეთს არ ვაწყვეტინებთ. ნახვამდის.